ხელოვნების სასახლის ცნობილი ქართული ნახატი ფილმების დღემდე უცნობი ესკიზები გადაეცა. ჩხიკვთა ქორწილის ლურჯი მელიას კაცი და ლომის მონადირის ესკიზების არსებობა აქამდე უცნობი იყო. კოლექცია კომპანია მაგთიმ კერძო პირისაგან შეისყიდა და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს გადასცა. ამ წუთებში მუზეუმში პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. მუზეუმში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი მარიამ ცარალაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მარი, გისმენთ? მუზეუმში ნინო პრეზენტაცია ამ წუთებშიც გრძელდება. თეატრის, კინოსა და მუსიკის მუზეუმს უნიკალური კოლექცია შეემატა. ეს არის ყველა დროის და ყველა თაობის ადამიანებისთვის საყვარელი ქართული მულტფილმების ესკიზები. ჩხიკვთა ქორწილი, ლურჯი მელა, როგორც შენაღნიშნე, ასევე მონადირე, კაცი და ლომი. ეს ამ მულტფილმების დღემდე უცნობი ესკიზები კერძო კოლექციონერის სახლში ინახებოდა. ნამუშევრების გამოსყიდვა შეძლო კომპანია მაგთიმ და რამდენიმე წუთის წინ ის სწორედ მუზეუმს საჩუქრად გადაეცა. ნამუშევრები შესრულებულია ცნობილი მხატვარ მულტიპლიკატორის ბორის სტარიკოვსკის მიერ. ესკიზები შესრულებულია გუაშით, აღსანიშნავია მხატვრის ნამუშევრებში დინამიურობა, პლასტიკა და ფერთა შეხამება. ესკიზები არის უნიკალური იმით, რომ მათი მეშვეობით ნებისმიერ დროს შეიძლება ფილმის აღდგენა. გადავწყვეტეთ, რომ ეს მართლა უნიკალური ესკიზები უნდა მოხვედრილი იყო მუზეუმში, რადგანაც ეს არის ყოველთვის საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმები და ეს არის მნიშვნელოვანი როგორც მომავალი თაობისთვის, ასევე იმ რესტავრატორებისთვის და მეცნიერებისთვის, რომლებმაც უნდა შეგვიდარჩუნა ეს ფილმები. როგორც ხელოვნებაცოდნეები ამბობენ, ესკიზები უნიკალურია იმითაც, რომ მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ ქართული კლასიკური მულტფილმების ტექნიკის შესწავლა მომავალი თაობებისთვის, არამედ ნებისმიერ დროს მულტფილმების ფერების აღდგენა. დიდი მადლობა, მარიამ ცარალაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბორჯომის ხელოვნების